საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერში მუშაობას განაგრძობს ტელეკომპანია რიონის საინფორმაციო სამსახური. დღის მთავარი გამოშვებით სტუდიაში ლაშა გაგუშიძე და ნათია ცისკაძე მუშაობს. საღამომშვიდობის დღეს თქვენ პროგრამაში ნახავთ. ბოთლების სროლა ქუთაისის საკრებულოში, რატომ მოხდა დაპირისპირება გაიგეთ რამდენიმე წუთში. აჩუმებისკენ მომიწოდა და ხამ ყველამ საკუთარი თავი გააჩუმოს და მე ჩვეულებრივი უზრდელობა იყო. კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება ამჯერად პარლამენტში, ხმაური რიგგარეშე სესიაზე. ნახეთ დღის ამბებში. ისინი ისევ აგრძელებენ საზოგადოების შეცდომას შეყვანას და ცდილობენ, რომ თბილისში არ ცხოვრენ ადამიანები. ქუთაისის საკრებულოში დღეს სიტყვიერი დაპირისპირება ბოთლების სროლაში გადაიზარდა. ხმაური ქუთაისის ტორპედოს დაფინანსების საკითხს ეხებოდა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ. დეტალებით როენა კახიძე. ხმაურის საკრებულოს ხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის მორიგ ცვლილებას მოხვა. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრს ამირან ძოწენიძესა და ფრაქცია ქართული ოცნება მრეწველების თავმჯდომარეს ვიქტორ დოლიძეს შორის ინციდენტი ბიუჯეტიდან ტორპედოს დაფინანსების საკითხს უკავშირდება. მომხდარის გამო ხდომა დატოვეს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. აჩუმებისკენ მომიწოდა და ხამ ყველამ საკუთარი თავი გააჩუმოს და მე ჩვეულებრივი უზრდელობა იყო ჩვენი კოლეგის და დავტოვე დიახ პროცესის ნიშნად არ მსურს ადამიანებთან ურთიერთობა, რომელსაც არანაირი კოლეგიალობის გზნობა და ზდილობაც არ აქვს. და არ უნდა ეძულებინათ ეს კერძო კომპანია დაეტოვებია ქუთაისის ტორპედო, იმიტომ რომ ქუთაისის ბიუჯეტი ამას ვერ გაუძლებს. საუბარი არის რამდენიმე მილიონ ლარზე. მოგეხსენებათ 57 მილიონიანი ლარი 3.5 მილიონ ლარს ბიზნეს და სტრუქტურას, რომელსაც კერძო საკუთრება არჩენდა და ბიუჯეტის გარეშეც კარგად ხედავდა თავს, ის არ უნდა იქნეს აკიდებული ბიუჯეტისთვის, ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს ჩვენ. პრობლემა არის ის, რომ ინვესტორები გარბიან და დღევანდელი ხდომა არის ამის ნათელი დასტური, ის რომ ერთ-ერთი სერიოზული ჯგუფი, ვისოლ ჯგუფი, რომელიც პატრონობდა ქუთაისის ტორპედოს, მანაც მიატოვა ეს გუნდი და გაიქცა ქუთაისთან. ეს არის სამწუხარო მაგალითი იმისა, რომ ქუთაისი დღეს უკვე ხდება უპერსპექტივო ქალაქი, სადაც არათუ შემოდიან ბიზნესმენები, არამედ პირიქით გარბიან ამ ქალაქიდან. აღელვების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ ვიქტორ დოლიძემ. პირველ რიგში საზოგადოებას დიდი ბოდის რომ აღელდი. ეს ხალხი საერთოდ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრი დადიოს მხოლოდ იმიტის, რომ ჩვენ უმრავლესობას მოგვიშალოს ნერვები. კომისიის ხდომებში არ მონაწილეობენ, მხოლოდ მოდიან და ასეთი გესლიანი, ცინიკური საუბარი აქვთ. ყოველთვის თუ რამე მოხდება სადმე რომელიმე ქალაქში სადმე. იმ წუთში ახსენებენ ბიძინა ივანიშვილის ოცნებას, ვისოლი სააკაშვილის დროს ლარად მიეცა იმას, რა ქვია ეს ქალაქი. შემდეგ ვისოლთვის ეს იყო ჯარიმა და არავითარი ინვესტორი არ ყოფილა, ძალით იხდიდა ეს. დღეს როდესაც ბიზნესი გათავისუფლდა, უკვე თავის საქმეს მიხედა რა ვისოლმა და დარჩა ქალაქი ტორპედო, მაგრამ ტორპედო ჩვენ ბაიც არ მივატოვდა, ჩვენი ქალაქის სააბაყო გუნდია და ვისოლმა ჩალიცხა 100,000 ლარი სამხრივად შეწყვეტისათვის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე და შესაბამისად ეს თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოგვიყვეს ტორპედოს დასაფინანსებლად ადგილობრივ ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. რაც აბსურდული იყო ის ბრალდებები, რაც მათ მიმართ ვისოლთან დაკავშირებით იქნა წარმოთქმული და რა თქმა უნდა არაადეკვატური იყო. ვისოლს თავისი სახელმწიფოსთან ვალდებულებების და პროექტების განხორციელებიდან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ მას ის წამგებიანი ბიზნესი, რაც თავის დროზე და ძველი ხელისუფლების დროს გადაეცა
უნდა მიეტოვებინა, რომ სხვა სახის დიდი ინვესტიციები განეხორციელებინა. 2015 წელს პროგრამა კორპუს რამდენიმე პროექტი დაემატება. საკითხი საკრებულოს რიგგარეშე მე-9 სხდომაზე დამტკიცდა. ერთ-ერთი არის ცალკე აღებული, როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობას, იქ იყო გათვალისწინებული ძელსკამების და ატრაქციონების, საბავშვო ატრაქციონების მოწყობა, მაგრამ მას შემდეგ რაც ეზოს მოაწყობდა მოსახლეობა და ფინანსები არ ყოფნიდა ამისთვის, რომ იმ წუთში გაეკეთებინათ, მათ აღარ ჰქონდათ საშუალება მომავალ წელს დამატებით მიეღოთ ეს მომსახურება, ანუ ძელსკამები და ესენი ატრაქციონები. ჩვენ ეხლა უკვე შეგვიძლია, თუ კი მოსახლეობას ექნება სურვილი, მას შემდეგ რაც მოაწყვეს ეზო ბეტონი დააგეს, ამის შემდეგ გაუჩნდათ საშუალება დამატებით მიიღონ ეს მომსახურება შესაბამისი თანადაფინანსებით, ანუ ახალი ძელსკამები და ატრაქციონები დაუდგათ. დაემატა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, ეს არის პარაპეტების და საწვიმარი მილების შეკეთების პროგრამა, დაემატა მინი სტადიონების მოწყობის პროგრამა და სავარჯიშო ატრაქციონების მოწყობის პროგრამა. დეპუტატებმა დღესვე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისში 2015 წელს დასაფინანსებელი პროექტების წინადადებებიც განიხილეს. კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება დღეს პარლამენტში მოხდა. რიგგარეშე სესია ხმაურის ფონზე წარიმართა. განცხადებები, ურთიერთბრალდებები და მანდატურების მიერ სხდომათა დარბაზიდან გაყვანილი დეპუტატები. რა გახდა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი? დეტალებით მარინა გამყრელიძე. რამდენად ადგილებზე ძალიან გთხოვთ. დამშვიდით და ვაგზავნებთ სხდომას. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ერთმანეთს ფიზიკურად უმცირესობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე დაუპირისპირდნენ. დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან მანდატურმა გაიყვანა. მომხდარ ფაქტზე კომენტირებისაგან ლევან ბეჟაშვილმა თავი შეიკავა. ისინი ისევ აგრძელებენ საზოგადოების შეცდომას შეყვანას და ცდილობენ, რომ ტყილში აცხოვრენ ადამიანები. გამოდიოდა ბატონი ხაჩიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში საცურაო აუზები თურმე პრობლემა არის და ამ დროს მე მიმართე, რომ საერთოდ სპორტის ინფრასტრუქტურაზე როგორ ლაპარაკობთ, საერთოდ აუზები და დარბაზები გააყიდეს პირწმინდა და მთელი სპორტული ინფრასტრუქტურა გააჩანაგეს. ამას მოყვა ბეჟაშვილის ჩარევა ამ საქმეში, სადაც მე მიუთით ცოტა კორექტულად მოყოლი და ამაზე შემდეგ მე კაცი ვარ და როგორც კაცი უნდა მოიქცეს პირველ რიგში ისე მოიქცე. მიიღო პასუხი თავის ენის ტელეგინზე და კიდევ მიიღებს ასე ვთქვათ სათანადო პასუხს ამასთან დაკავშირებით. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის გია ვოლსკის განცხადებით დეპუტატ სოცო ჯაჭულიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე გიორგი ბარამიძისადმი გაკეთებული განცხადება დღესაც აქტუალურია. უმრავლესობის ლიდერის შეფასებით საპარლამენტო ოპოზიცია არ არის ის ოპოზიცია, ვისთანაც პრობლემებზე საუბარი შეიძლება. არამედ ადამიანთა ხელისშემსვლელი ჯგუფია, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება ცუდად იყოს საქმე, რათა მოღრია წყალში თევზი დაიჭიროს. ძალიან არ მომეწონა, ვგმობ, არასწორია ის რაც გააკეთა და ის განცხადება რაც გააკეთა სოცო ჯაჭულიანმა და ჩვენ ვიცით ეს ცნობილი განცხადება ხელი არის ხან ток-შოუებში და ხან იუმორისტულ გადაცემებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ აეკლა სწორედ აქტუალურია სწორედ იმ პიროვნების მიმართ, რომელმაც თავს უფლება მიცა და აქ იძახეთ მოღალატეობრივობაზე და დანაშაულებებზე, რომელსაც დანაშაულებებთან დაკავშირებით თვითონ უამრავი ბოდიშია მოსახდელი საზოგადოების წინაშე. და არიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო ბოდიში მოიხატეს, არამედ კირკილებენ და აქ გამოთქვამათქო ორველი იციან თითქოს და ორველი არ არის აქ საქმე, აქ არის იმ პრინციპზე, იმ ადამიანობაზე, იმ სულზე ლაპარაკი, რომელიც ახასიათებს სამწუხაროდ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას. გადავდიათ მინდა უთხრა, რომ ყოველთვის უმრავლესობიდან უნდა მოდიოდეს რესურსი და არა ის სიძულვილის ენა, რაც სამწუხაროდ ვისმენთ. გიორგი ბარამიძემ უმცირესობის სახელით პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის მოწვევა მოითხოვა და როგორც განმარტა, მათ მინისტრის მოსმენა სამარცხვილო და მოღალატურ განცხადებაზე სურთ. ბარამიძემს უმრავლესობის დეპუტატი სოსო ვახტანგიშვილი გამოეხმაურა. ეს განცხადება წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი
სტრატეგიული პარტნიორის უკრაინის მიმართ ღალატი. ეს არის პირდაპირ საქართველოსთვის ლახვარი ზურგში ჩაცემა და პუტინის სამსახური, ამიტომ ჩვენ წარმოვიდგენთ მიბაჩნია, რომ საქართველოს, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ყავდეს ისეთი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯერ ასეთ ნაძირლობას ჩადის და მეორე კიდე ამ ნაძირლობას უნათებს იმ არაკაცობას, რასაც ქვია ადამიანისთვის ხელი შეხოცვა, რომ ვითომ მან არაფერი არ იცოდა, ან ბიძინა ივანიშვილმა, ან ღარიბაშვილმა თვითონ არაფერი არ იცოდა. მე ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება არასწორად. მე როგორც თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი ამას ვაღიარებ და ვამბობ, რომ ეს იყო არასწორი და უახლოეს მომავალში ჩვენ შევთანხმდით დახუროთმობაზე თავდაცვის კომიტეტის, რომ მინისტრის გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განმარტებებს და უახლოეს მომავალში ინფორმაციას მიაღწევს საზოგადოებას, რომ შეცდომა იყო დაშვებული სამინისტროს მხრიდან. ნაციონალური მოძრაობა უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვას მოითხოვს. როგორც ნუგზარ ციკლაურმა განაცხადა, ეს გარდაცვლილი ჯარისკაცის უკანასკნელი სურვილი იყო. უკანასკნელი პატივი მაინც მივაგოთ ალექსანდრე გრიგოლაშვილს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ქვეყნისათვის თავდადებული გმირი დაიკრძალოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. ეს იყო, როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ, მისი უკანასკნელი თხოვნა, მისი უკანასკნელი ნატურა, რომ დაკრძალულიყო ისეთივე გმირებთან ერთად, როგორ გმირულადაც ის შეხვდა თავის სიცოცხლის დასასრულს. იმედია, უსულქურობა, რუსებისადმი მომული მსახურება, რაც ქართულ მოძღვრებას ახასიათებს, იქამდე არ მივა, რომ ამ უკანასკნელ თხოვნაზე, ამ უკანასკნელ ნატურაზეც უარს არ ეთქვით ქართულ გმირს. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის სურაბ ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, წლევანდელი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გარღვეული. ჯაფარიძის განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი სოსო ვახტანგიშვილი გამოეხმაურა და ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი წარსული შეახსენა. ექსპორტი ნოემბერში არის კატასტროფული შემცირება 35%, ესეთი ვარდნა მეგონი ძალიან დიდი ხანი არ მქონია. შეგახსენთ, რომ აგვისტოში 13%-იანი ვარდნა, სექტემბერში 7%-იანი იქნება, ოქტომბერში 5%-იანი იქნება, ნოემბერმა ყველა მოლოდის გადააჭარბა 35%-იანი ვარდნა გვაქვს ექსპორტში. 11 თვის ჟამი რო ნახოთ ექსპორტი და შაშხანა შევადაროთ, ზრდა პრაქტიკულად არ გვაქვს. 9%-იანი ზრდა არის მხოლოდ. იმპორტი ნოემბერში ასევე ვარდნა არის 7%-იანი, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მნიშვნელოვნად არის. მნიშვნელოვანი პრობლემები არის ფულად გზავნილებში, რაც აისახება შემდეგ ლარის კურსზე. გზავნილებში თუ შევადარებთ ჩაშანდა 11 თვეს პრაქტიკულად ზრდა არ არის, ხოლო თუ ავიღებთ წმინდა გზავნილებს, ანუ ჩარიცხებს, გამოვაბებთ გადარიცხებს, საერთოდ კლება გვაქვს. საინვესტიციო გრძელვადიანი შეგავათიანი კრედიტები, ეს არის $1 წყარო, რომელიც მთავრობაში შემოვა ქვეყანაში, ათვისება 11 თვეში არის მხოლოდ 48%. შეგვიძლია ვაღიაროთ ეს შეცდომა, მაგრამ ამ შეცდომებზე ვინ ლაპარაკობს, ეს არის ყველაზე საინტერესო. ამ შეცდომებზე ლაპარაკობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და წარმომადგენლები, რომლებაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს ქართული ხალხის წინაშე, და მაგალითად ვერ მივიღე ვერავისგან არაერთხელ დასმულ კითხვაზე პასუხი, რატომ ჩატოვეს სამაჩაბლოში საქართველოს მოსახლეობა. მოხუცები, ქალბატონები, ბავშვები რატომ არ იქნა იქიდან გამოყვანილი საბრძოლო მოქმედებების დროს? ვინ მოუხადა იმ ადამიანებს ბუდიში, 10,000-ობით ადამიანს სამაჩაბლოდან, კოდორის ხეობით ანხამორიდან, რომლებიც დევნილები არიან დღეს საქართველოში? ვინ მოუხადა გორელებს ბუდიში იმისათვის, რომ 100,000-ზე მეტი ხელახალ დევნილად აქციეს გორის მოსახლეობა და როგორც იქნა შემდგომ ღვთისმშობლობით მოხდა მათი დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში? ვინ მოუხადა ბუდიში 300,000-ზე მეტ ციხეში გამომწვეულ ადამიანს, რომლითაც ეს არის დაახლოებით 10% საქართველოს მოსახლეობის, რომლითაც დასმოძრაობა ქართული ხალხი კრიმინალებად გამოაცხადა მთელი მსოფლიოს საზოგადოების წინაშე, რომ 10% იყო დამნაშავე საქართველოს საზოგადოების. როდის მოიხდეს სააკაშვილი ბუდიში იმისათვის, რომ მუნდირის ღირსება შეარწმინა, გორში რო ყოტრეავდა მაშინ ქართული სამხედროების. ეგრევე დაფიქრებული ყავით ამ საკითხებზე, როცა ბრალდებებზე ვაპარაკობთ, საკუთარ წარსულსაც გადახედეთ ამასთან დაკავშირებით. პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. განცხადებების დაწყებამდე უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ნაცმოძრაობის მიერ ინიცირებული პროექტის დღის წესრიგში შეყვანა მოითხოვა. პროექტი საყდრისში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითვალისწინებს. პარლამენტმა პროექტი დღის წესრიგში არ შეიყვანა. პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია დოკუმენტი, რომელიც ავღანეთში ნატოს ახალი მისიის ფარგლებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას ითვალისწინებს. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით ერთმად მიიღო ავღანეთში ნატოს ახალ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. 2014 წლის 15 დეკემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატის მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გააცნო. აღნიშნული ხელშეკრულებით საქართველოს აიღო ვალდებულება მომავალ მისიაში მონაწილეობა 2 დანაყოფით, 1 ბატალიონით და 1 ასეულით მიიღოს. ქართული დანაყოფების ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს საკუთარ თავზე იღებს.
მომდინარეობს ან არ გამომდინარეობს ამა თუ იმ პარტიის ამ შემთხვევაში მართველი პარტია იცვალა. ეს მაინტერესებს მე. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ეს სხვა საკითხია. მთავრობის დამტკიცების დოკუმენტში ყველგან დაფიქსირებულია, რომ ქართული შეიარაღებული ძალები და სახელმწიფო ზოგადად მიისწრაფის ნატოს თავსებადობისკენ აღიარებს იმ პრინციპებს, რომელიც გააჩნია ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას და შესაბამისად მიიღებს მონაწილეობას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ბუნებრივია ყველა იმ ოპერაციაში, რომელიც ჩვენ სამხედრო პარტნიორებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ არის წარმოდგენილი აღნიშნული შეთანხმების აღნიშნული დადგენილების პროექტი, რომ 2014 წლის შემდეგ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რომელიც განისაზღვრება 1 ბატალიონის და 1 ასეულის ოდენობით, მინიმუმ 6 თვის ვადით მონაწილეობა მიიღოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რომელსაც ახორციელებს ნატო ავღანეთის რესპუბლიკაში. ნაციონალური მოძრაობის წევრები თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადებაზე პრემიერის გამოსვლას ბრიფინგით გამოეხმაურნენ. უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით ხელისუფლება ამ ფაქტთან დაკავშირებით უხერხულობას არ გრძნობს. საპარლამენტო ოპოზიცია თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. უმცირესობის განცხადებას უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა. ჩვენ თავიდანვე ეჭვი გქონდა, რომ არც თავდაცვის მინისტრს, არც პრემიერ-მინისტრს, არც მათ ბრძანებელს, ბიძინა ივანიშვილს არ ეუხერხულებათ ის, რაც გააკეთეს დაღუპულ ჩვენ მებრძოლ გმირთან დაკავშირებით. ეს არის თავიდანვე მათი თანამდებობრივი პოზიცია, მათ თავიდანვე დაიჭირეს პროპუტინისტური, პროიანუკოვიჩის ხაზი. ისინი არიან საქართველოს ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა და შესაბამისად მათი ეს რამდენიმე დღიანი დაბნეულობა იყო მხოლოდ შედეგი ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი უძეწოლის. დღეს როგორც ჩანს საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ ესე თავხედურად გააგრძელონ თავის პრორუსული პროპუტინისტური ხაზი. მინდია ჯანელიძე რეალურად არ არის თავდაცვის მინისტრი, ის უბრალოდ არის დავალებების შემსრულებელი, რომელსაც ამასაც ხარიბაშვილი. კიდევ ერთხელ ვინაობოდ გავიმეორებ, რომ თუ არ მოხდება თავდაცვის მინისტრის გადაყენება იმ განცხადების გამო, რომელიც გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ, ეს იქნება კიდევ ერთი დეკლარება იმისა, რასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ინფორმაციები, რომ თავდაცვის სისტემაში, გაზოვის სისტემებში, უშუალო სისტემებში მიმდინარეობს აქტიური პენეტრაცია რუსული სპეცსამსახურების და ეს ხდება ღარიბაშვილისა და ივანიშვილის ხელდასმით. ნაციონალური მოძრაობა ცდილობს შესდომისგან სკანდალი დაბადოს. იმიტომ რომ ესენი ხო ამით ცნობილი ხალხი არიან, როცა ცდილობენ ის კარგად ეხერხებათ სკანდალის და პროვოკაციის მოწყობა. ასენა ისინი ცდილობენ ეს შესდომა გამოიყენო სკანდალისთვის და რა თქმა უნდა, შესდომის მიზეზი არის თავდაცვის სამინისტროს არასწორი განცხადება, მაგრამ მის შედეგების გამოყენებას ცდილობს ნაციონალური მოძრაობა. მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანცვლილებებს ხვალანზე გრიგარიშის ხდომაზე უკრიან ტყენს. კვლავ უცნობია რა ხანგრძლივობით უნდა განთავსდეს რეკლამა ეთერში და როდიდან უნდა ამოქმედდეს ეს რეგულაცია. კანონპროექტის მიხედვით რეკლამა კერძო ტელეკომპანიებში 1 საათში 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 2019 წლიდან კი ის 15%-ით უნდა განისაზღვროს. ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების რამდენ სტუდენტს აღუდგა სტატუსი. მაუწყებლობის შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები ბევრად საკითხს, ასე ვთქვათ, აზუსტებს. იყო ისეთი თემები, რომლებსაც არ ფარავდა თავად კანონი, მაგალითად ფარული რეკლამის საკითხები, როდესაც საეთერო ეთერი ეთმობოდა გარკვეული პროდუქციის, ასე ვთქვათ, ფარულ რეკლამირებას და ამაზე არ იყო საუბარი კანონში. დღეს ეს კანონი წარმოდგენილი ინიციატივა ამას აზუსტებს. გარდა ამისა, ინიციატივა ორიენტირებული ასევე მომხმარებლის უფლებებზე, მაყურებლის უფლებებზე, რომელიც ასევე არის პროდუქციის მიმღები, მედია პროდუქციის, ამიტომაც სარეკლამო დრო მცირდება და გარდა ამისა, მესამე არგუმენტი არის ის, რომ ბოლოს და ბოლოს ეს კანონი მოდის შესაბამისობაში ევროკავშირის დირექტივებთან, იმიტომ რომ თავის დროზე, როდესაც სარეკლამო დრო ასე გაზარდეს, მაშინ მახსოვს ჩვენ დავწერეთ დასკვნა ახალგაზრდების ასოციაციაში მუშაობდი, ვთქვით, რომ ევროკავშირის დირექტივებს ეწინააღმდეგებოდა სარეკლამო დროის ესეთი ფართო ლიმიტის არსებობა. იმიტომ რომ დირექტივების თანახმად 20% საეთერო დროის უნდა განაწილდეს მთელი ამ საეთერო დროის პროპორციულად, რაც დარღვეული იყო ჩვენი კანონით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხები და სოციალური პრობლემები დღეს საკონსულტაციო საბჭოს მორიგის ხდომა გაიმართა. კიდევ რაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის გამგებლებმა ხდომაზე. დეტალებით სალომე ჩინჩალაძე. საკონსულტაციო საბჭოს მორიგის ხდომა შეხვედრაზე რეგიონულ სამოქმედო გეგმაზე, რეორგანიზაციაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებსა და სოციალურ პრობლემებზე იმსჯელეს.
საბოლოოდ უკვე დამტკიცდება ის პროექტები, რომელიც 2014 წელს ჩვენ სამუშაო გეგმებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან უკვე შეჯერებული გვაქვს და წარდგენილი იქნება მთავრობაზე და კანონი მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო საბჭო უკვე გახდა პირველი საფეხური ამ პროექტების დამტკიცების, ეს იქნება შემდგომი თემა, მაგრამ პირველი ვისარგებლეთ დღეს საკონსტიტუციო საბჭოს ამ სავალდებულო შეკრებით და ვინაიდან ახალი წელი დასრულდა ჩვენ გავაკეთეთ იმერეთში მთლიანად მთელი ადმინისტრაციული აქტივი შეკრება, ეს იყო როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ასევე ყველა კომუნალური სამსახურის წარმომადგენლები, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები მცადენ იმერეთის რეგიონში. რა თქმა უნდა, წარვადგინეთ ორი სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი დაინიშნეთ ცით ახალი იმერეთი რაჭა-ლეჩხუმში და ასევე სუსის დეპარტამენტშიც ახალი ხელმძღვანელი, რითაც ჩვენ ვცდილობთ გუბერნიამ სწორი კოორდინირება გავაკეთოთ მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში. შეხვედრაზე გამგებლებმა რაიონებში მიმდინარე ტესტირების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად კომპეტენტური ადამიანების შერჩევას მოახდენენ, რათა მათ მუშაობა უფრო ეფექტურად შეძლონ. ერთიანი ხაზი თუ იმჩერდეთ კონკურსებმა ჩვენთან ნორმალურად ჩაიარა 199 კაცმა 450 კაცთან 199 კაცმა ჩააბარა 7 ვაკანსიაზე გვაქვს 199 კონკურენტი და ეხლა დაიწყება უკვე გასაუბრებები ამას თავისი ვადები ჰქონდა გამოცდების ჩაბარების შემდეგ ეხლა დაიწყება გასაუბრება მესამე ეტაპი და ალბათ ავარჩევთ იმ ღირსეულ ხალხს რომელიც უკვე შეუდგება მუშაობას მუნიციპალიტეტში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის რეგიონების 2015-17 წლის სამოქმედო გეგმა, თუ რა მიმართულებით მივდივართ, რას ვფიქრობთ ამ წლების განმავლობაში როგორ უნდა განვითარდეს ჩვენ რეგიონები, რა პროექტებია მნიშვნელოვანი და პრიორიტეტები, რომელიც უნდა განხორციელდეს და დღეს აგვაქვს სწორედ საკონსულტაციო საბჭოს შეკრება, რომელსაც უნდა დავამტკიცოთ სამოქმედო გეგმა და მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს პროექტი, რომელიც თითეული მუნიციპალიტეტიდან არის გამოტანილი თითეული მათგანისთვის არის მნიშვნელოვანი და პირველ რიგში იმ საზოგადოებისთვის და მოსახლეობისთვის, რომელთაც არის განკუთვნილი ამ თვის პროექტის განხორციელება. იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის ინიციატივით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა პერიოდულად იმართება. და პროგრამაში რეკლამის დროა, რომლის დასრულებისთანავე ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ პროგრამას. გადმოდი ლარზე. შეამცირე საკრედიტო ტური, აიცილე სავალუტო რისკი, დაზოგე ფული. კრისტალი, ნაბიჯი ბედნიერებისკენ. ალიანს ჯგუფში თქვენი ბიზნესის დაფინანსებისთვის საუკეთესო პირობებია. შეიძინეთ ავტომობილი ან სასურველი დანადგარი ლიზინგით. ბიზნეს და აგროსესხები. სამომხმარებლო სესხები სხვადასხვა საჭიროებისთვის. მიიღეთ დაფინანსება ერთ დღეში. დაგვიკავშირდით 2-422-000. ჰიპერმარკეტ ფუდმარტში საახალწლო შოქფასის დღესასწაული დაიწყო. შეიძინეთ თქვენთვის საჭირო ყველაზე პოპულარული პროდუქტების განუმეორებელ ფასად, ხოლო ჩვენთან. გვეწვიეთ რუსთაველის 151-ში. ფუდმარტი გილოცავთ ახალწელს. იწყება საახალწლო ბუმი ტექნობუმში. საახალწლო საჩუქრების დიდი ბუმი ტექნობუმში. იჩქარე, გაიტანე ტექნიკა, დაიბედე წარმატება და მოიგე ოროთახიანი ბინა თბილისში, ავტომობილი Mercedes-Benz და 9 მილიონი ლარი. ყველა მიცის, რომ სანტას უხარია წერილების მიღება, თუმცა სურვილების ასრულებისათვის მასაც შეერდება დამხმარე. ის იღებს უპროცენტო სესხს ვივუშჩისგან და 30 დღის შემდეგ აბრუნებს ზუსტად იმავე თანხას, რაც ის ესხა. 15 წუთში სახლიდან გაუსვლელად ვივუშჩი. ცეცხები მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებისთვის ნებისმიერი მიზნობრიობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 15.95%-დან. $10,000-მდე ცეცხები გაიცემა გირაოს გარეშე. ფინკა ბანკი, იქ სადაც გჭირდებათ. ჯანმრთელობა ყველა ასაკისთვის აუცილებელია. ხარისხი და ეფექტურობა კი ყველა პრეპარატისთვისაა აუცილებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვირჩევთ ლიზლის. ლიზლი, ხმელის სამკურნალო საუკეთესო საშუალება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. კრედიტი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სიახლე რიკო კრედიტში. სალომბარდო სესხები 1.5%, ხოლო იპოთეკა 2%. რიკო კრედიტი. გაწუხებთ ტკივილი გულის არეში, გულის ცემის აჩქარება, სტრესი, რამდენი პრეპარატი უნდა მიიღოთ ერთდროულად ამ სიმპტომების მოსახსნელად? 1, 2 თუ 3. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ერთი კომბინირებული პრეპარატი, კორსიზი. კორსიზის ტაბლეტები სწრაფად მოგიხსნით ნერვოზული ხასიათის ტკივილს გულის არეში, აჩქარებულ გულის ცემას, გაგათავისუფლებს სტრესისა და ნერვული დაძაბულობისგან. კორსიზი სწრაფად დაუბრუნებს თქვენს გულს სიმშვიდეს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. საახალწლო საჩუქარი, პლანშეტური კომპიუტერი, თოვლის ბაბუამ ბავშვებს ტექნობუმში დაუტოვა. იჩქარეთ რომ გაიტანოთ. ტექნობუმი. გამარჯობათ, ქალის უნამოს ვეძებთ. უკაცრავად სუნს ვერ გრძნობ, ცხვირი მაქვს გაჭედ. ალერგია გაწუხებს? გაცივდით და სურდო გაქვთ? თქვენ დაგიხმარებათ დიდროფი. გაციების, სურდოს თუ ალერგიისას მიიღეთ დიდროფის სპრეი და წვეთები. იგი სწრაფად მოგიხსნით სურდოს, აიოლებს სუნთქვას და აჩერებს სემინებას. სასიამოვნო სუნი ჰქონია. ნახე, დიდროფი. სურდოს სამკურნალოს სწრაფი და ეფექტური საშუალება. მიებისინ გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. ჯადოსნური გარემო, ჯადოსნური ფასდაკლებები. საახალწლო 50%-ამდე ფასდაკლება ელიტ ელექტრონიკში. ცეცხები მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებისთვის ნებისმიერი მიზნობრიობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 15.95%-დან. $10,000-მდე ცეცხები გაიცემა გირაოს გარეშე. ფინკა ბანკი, იქ სადაც გჭირდებათ. Hello Lady, ქალის ჰიგიენური საფენები, ჰაერგამტარი ზედაპირით, მაქსიმალური დაცვა და კომფორტი, ультра თხელი, ультра შემწოვი, თანამედროვე, მომხიბლელი და წარმატებული ქალბატონებისთვის. Hello Lady, სიყვარულით ნაჩუქარი კომფორტი. ტესტირებულია საფრანგეთში. იჩქარე, გაიტანე ტექნიკა, დაიბედე წარმატება. შენც მოიგე ტექნობუმში. ვაგზალებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას დღის ამბებს უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ახლო პერსპექტივა არ არის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნორვეგიული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. იან სტოლტენბერგის თქმით, ამისათვის უკრაინას 3 ძირითადი რეფორმის გატარება მოუწევს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, კიევმა თავდაცვის რეფორმა უნდა გაატაროს, ეფექტური სახელმწიფო მართვის აპარატის შექმნას და კორუფციასთან ბრძოლა გააქტიუროს. რაც შეეხება ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას, სტოლტენბერგის თქმით, კონკრეტული ვადების დასახელება ჯერჯერობით ნაადრევია. ავსტრალიის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვიტანილი 2 ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულებს სპეციფიური მოწყობილობები და ნივთიერები აღმოაჩნდა, რომლითაც ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. პოლიციის ინფორმაციით მათი სამიზნე სამთავრობო დაწესებულებები იყო. მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში ტერორისტული საფრთხის დონე გაზრდილია და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიის აღმოსავლეთით რაქას პროვინციაში კოალიციური ძალების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. კატაპულტირების შემდეგ ბომბდამშენის პილოტი ისლამისტებმა შეიპყრეს. საჰაერო ძალების ოფიცერი, ეროვნებით იორდანიელია, პილოტის შეპყრობის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში განთავსდა. იორდანია ერთ-ერთი არაბული ქვეყანაა, რომლის სამხედრო თვითმფრინავები სირიაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს სექტემბრიდან ბომბავენ. თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იორდანიას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. და პროგრამას ადგილობრივი ინფორმაციებით ვაგრძელებთ. გაგრძელეთ სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის დედაუების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. მონაზვნებისა და მორჩილების მიერ თექაზე შესრულებული ნახატები და საახალწლო აქსესუარების გამოფენა ტრადიციულად წინა საახალწლოდ ეწყობა. აქციაში მონაწილეობა გაგრძელეთ სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორამ და ლექტორ მასწავლებლებმა მიიღეს. გამოფენა აქციიდან შესული თანხა მარტვილის მონასტერს მოხმარდება. ეს არის მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ნამუშევრები. წარმოდგენილი არის თექის ნახატები, ასევე თექის თავშლები, ხელნაკეთი თოჯინები, ყველაფერი არის ხელით შესრულებული და ერთობლივად გაკეთებული მორჩილების, დედაუების და მონაზვნების. საინტერესო გამოფენა, რომელიც არაერთხელ ჩატარებულა. საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები არის წარმოდგენილი აქ, რომ მონაწილეობას ღებულობენ მარტვილის დედათა მონასტრის